როგორ ზანდებით მეგობრებო, დღეს უნდა განვიხილოთ ქუდის ანიმაცია, ქუდის გრაფიკა, არ ვიცი როგორ ქვია ოფიციალურად. მოკლედ ესე თემა ჩვენმა ერთ-ერთმა მეგობარმა, ბატონმა მერაბმა შემოგთავაზა ესე ძალიან კაი იდეა, რომ ქუდის გრაფიკა როგორ კეთდება, თუ იცი, რომ მოხოდო. სიმართლე გითხრათ, რაღაც პონჩი ვიცი, რაღაც პონჩი არა, მაგრამ მთელი ამ After Effects-ის და ამ YouTube არხის იდეაც ეგ არის, რომ რაღაცები არ ვიცით, მაგრამ ვარკვევთ მაგ რაღაცებს. ზოგადად ცხოვრებაში ეგრე არის. იქიდან გავაგზავნოთ, სადაც გავჩერდით. პირველ რიგში ეს რაღაცები გადავიტანოთ, დავახარისხოთ ფოტოებში და ასე შემდეგ და გავაგზავნოთ სწორედ იქიდან, სადაც გავჩერდით, ანუ keyframe-ებიდან. სანამ უშუალოდ გადავალთ იმაზე, თუ როგორ კეთდება ტექნიკურად After Effects-ში, მინდა გითხრათ, რომ ზოგადად After Effects-ში ნებისმიერ რამის გაკეთება შეიძლება სხვადასხვა გზით. ეს აპლიკაცია გვაძლევს იმის თავისუფლებას, რომ ჩვენ ყველაზე მეტად რაც გვისწორდება, ისე გავაკეთოთ. და ნახეთ ახლა რა ხდება. ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც მოიხოდა opening სცენის, იყო შუა ქალაქში რო არის, ხო იცით? დასაწყისში. პერსონაჟები რო გადადიან და მე რო ამოდიან. მოკლედ, აი ამაზე არის საუბარი. როგორ ხდება ეს? ნახეთ. შემოდის ერთი პერსონაჟი. ქვევით ეწერება ტექსტი, უმარტივესი არის ტექსტის დაწერა, ცოტა ხანი დავიკიდოთ. ტექსტის ვისწავლეთ და უფრო დეტალებში ვისწავლეთ, მაგრამ ტექსტი უმარტივესია. თან გასაკუთრებით მაშინ, როცა ტექსტს ძალიან დიდი ეფექტები არ აქვს, უბრალოდ ჩნდება ეს ტექსტი, ოდნავ დიდდება, როგორც opacity რო ვისწავლეთ, ხო იცით, ანუ ხომატივი იყო, ეგ არის დადებული ამაზეც. მაგრამ ნახეთ, თავარი მუღამი რა არის, თავარი ტრანზიშენი პერსონაჟის შემოსვლის მერე იხდება ესეთი გადასვლა. აი ეს არის ტრანზიშენი, რომელიც გვაინტერესებს თუ როგორ კეთდება, ძალიან საინტერესოა. ჩემი აზრით ეს ტრანზიშენი შეიძლება გაკეთდეს ორნაირად. ნუ რა იდეას მე მომივიდა, თორე შეიძლება 1000 გზა არსებობდეს. ნახეთ, პირველი ვარიანტი, რომელიც ალბათ გააკეთეს, არის ის, რომ აქ იყო მწვანე სკრინი, green screen ეგრეთ წოდებული. არა, ხუმრობ მაგას ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ ძალიან საჩალი შوارი. აშკარად ეთქვა, რომ უბრალოდ ეხა დავამუღავი, უბრალოდ გადადებული არის კადრი, ნახეთ. მწვანე green screen არ არის. აი ნახეთ, ეს არის ჩვეულებრივის, თუ ჩანს ჩემი მაუსი. ეს იყო ჩვეულებრივი ავტობუსის გაჩერება. არაფერი აქ არანაირი მწვანე green screen არ არის. უბრალოდ ეს კადრი არის ამოჭრილი და გადადებული არის მასზე. ნახეთ როგორ ეთქვა, ანუ green screen რო იყოს ესე არ იქნებოდა. ეს არის ამოჭრილი და გადადებული. და როდესაც უკან ხდება ეს ტრანზიშენი. ხო. აი ეს ტრანზიშენი როცა ხდება. ხო, ამ ძალიან მარტივად, უბრალოდ ზუმაუთი არის დაყენებული. მაგრამ ნახეთ, ყველა ეგეთი არ არის. მაგალითად ეს, აი ამასაც პროსტა კადრი აქვს გადადებული. და ალბათ object tracking-ი აქვს დადებული, იმიტომ რომ ხვდებით ხო, ანუ პარკი რომ მიდის უკან, ეს ფოტოს მიყვება. ძალიან მარტივი არის და ნუ შედის და მე გადადის უკვე უშუალოდ კადრზე. შემდეგიც ვნახოთ, გავმაზეთ. ხო, აი ესეც პროსტა არის გადადებული. ეს შეიძლება უკვე green screen-ი არის. ესეც მოკლედ, კაი, გასაგებია, ყველაფერი არის ჩემი აზრით პროსტა გადადებული. და რა შეიძლება რომ გავაკეთოთ მაგ დროს? პირველ რიგში უნდა გქონდეს გადაღებული კადრები, რომელიც გამოგვადგება. რომელთაც ავაწყობთ ერთ ინტროს. რახან არ გვაქვს ჩვენ ეს სრული კოლაჟი მაგალითად კადრების აქვს, მხოლოდ რაღაც მინიმალური რესურსები. რას ვაკეთებთ ამას? ერთ-ერთი გადასვლა, რომელიც ჩემზე ძალიან ორიგინალურია, ეს იყო რომ რაღაც კადრი ვარ და მე უცებ რომ გამოდის და გადადის სხვა სცენაზე. მოდი განვიხილოთ ახლა ეგ როგორ ხდება. მაგალითად, ჩვეულებრივად გვაქვს ჩვენ ეს ორი ჩვენი სასწაული. რა ქვია მას? ზურათი და დავიწყოთ ესე საინტერესოდ. დავადოთ ძალიან მარტივი რამე ანიმაცია. რათა დასაწყისისთვის იყოს. ჩვენ ამისთვის გვინდა position-ი არ გვინდა, ჩვენ გვინდა scaling-ი და rotation-ი და opacity, მეგობრებო. ოღონდ scaling-ი უნდა იყოს პატარა. rotation-ი უნდა იყოს ოდნავ დახრილი. და opacity უნდა იყოს ოდნავ ქვევით. ბოლოს მივხვდებით რისი გაკეთებაც მინდა. წამოვიდეთ 5 წამზე ახლა და ყველაფერი დავარესეტოთ. არა, ყველაფერი არა. ხო, ეს დავარესეტოთ. rotation-ის დავარესეტოთ და opacity-ც დავარესეტოთ. და რა მოხდება? ესე შემოდის ძალიან საინტერესოდ. აი აქ მოხდება ჩვენი ცვლილება და გადასვლა სხვა კადრზე. როგორც იმ ინტროში იყო, იმ ქუდის გრაფიკაში მაგალითად, რომ რაღაც კადრი არის და უცებ
ხდება უკან წასვლა და ახალ სივრცეში გადასვლა. ამისთვის მე მოვხოდე მეორე ერთი ვიდეო, უბრალოდ დავსერჩე green screen-ი. ესეთი მარტივი ვიდეო არის მოკლედ. ტელეფონი არის, მწვანე სქენი, всё. ყველაფერი ჯიბულად არის. რა შევით ეხლა? ნახეთ. აი მესამე წამზე როგორც იმ ინტროში იყო, მინდა რომ ეს წავიდეს უკან, გაიჩნდოს ვაფშე სხვა კადრში და მოიხოდოს ახალი ის. და რას ვაკეთებ მაგისთვის? პირველ რიგში Ctrl-Shift-D-ს ვაჭერთ, სადაც აქ ვაჭერთ Ctrl-Shift-D-ს, რომ ეს გაიჭრას და ესეც ამის იქით აღარ გვინდა, ამის იქით უნდა მოიხოდოს ჩვენი ახალი ვიდეო, რომელსაც აქ ჩავაგდებთ. დაუცილებლად ზევით უნდა იყოს. ოღონდ მოჭრილი უნდა იყოს ესეც აქ. ეს ხო ხდება ესე ანოდის, აქ იფრიზება, აქ გაყინულია, მაგრამ ცოტა ხანი მაინც დავიტოვეთ ეს სამუშაოდ, რომ შეიძლება დაგჭირდეს ეგ რამდენიმე კადრიც. სადღაც აქ უნდა მოხდეს მოკლედ გადასვლა. შესაბამისად, აქაც მოვჭრათ ესენი, არ გვინდა. და შემოვწიოთ ჩვენი ეგრეთ წოდებული green screen-ი, რომელიც ბევრად დიდი არის ვიდრე ჩვენი ის. ამისთვის შევდივართ layer-ში. მერე transform-ი. და fit to comp. აუცილებლად მონიშნული უნდა იყოს, თორე არ იმუშავებს ეგ დაიმახსოვრეთ მეგობრებო. აი, მშვენიერი არის. ეს ტყუილად მოვჭერი, სხვა შორის შემეშალა. იმიტომ რომ დაგჭირდება შემდეგში. აქ რომ მოვედით, უცებ ძგავ უნდა მოხდეს, ეხლა აქ transition-ი როგორც იქ ხდება და გადავიდეს აქ და ის კადრი უნდა იყოს აქ, ოღონდ ეს უნდა მოიზუმოს მერე. ამისთვის ჩვენ გვინდა scale-ი, რა თქმა უნდა. დაახლოებით აქ იყოს მოზუმული ეს. დაახლოებით ესე რომ იყოს. ამის მეორე ნაწილი pre-compose გავაკეთე. Pre-compose ნიშნავს, რომ გავაერთიანეთ ორი რაღაცა ერთმანეთში, იმიტომ რომ აი აქ მწვანე ადგილის ნაცვლად მინდა გამოჩნდეს აი ეს უკვე დასრულებული ანიმაცია. ამისთვის რას ვაკეთებთ ჩვენ? ამისთვის შევდივართ ეფექტებში და უბრალოდ key ჩავწეროთ და key light-ი უნდა გადმოვიტანოთ და დავაგდოთ სწორედ იმ ვიდეოზე, რასაც აქვს green screen. მერე უნდა ავირჩიოთ screen color თუ რაღაც ეგეთი და უნდა მოვნიშნოთ მწვანე. მწვანე გაქრება და მის უკან რაც არის, ის გამოჩნდება ძალიან მარტივად. ხო, დაახლოებით ესეთი რაღაცა. დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ ვსწავლობთ საფუძვლებს, არ ვსწავლობთ დეტალებში რაღაცას. იმიტომ რომ თუ საფუძვლები არ ვიცით, დეტალებში შესვლას აზრი არ აქვს. იმისთვის რომ ჩვენ ყველაფერი გავიგოთ და მაგათ გავაკეთოთ, საფუძვლები არის საჭირო. საფუძვლები რო გეცოდინებათ, მე ნებისმიერ ანიმაციას რო შეხედოთ, იდეა ეგრევე დაგებადებათ, რომ ვა, ბიჭო, ეს აქ scaling-ი არის უეჭველი, ვა, იქ რაღაც rotation-ი გამოიყენეს და იქ key light-ი დაადეს და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეხლა ვაკეთებ ძალიან მარტივ უხეშად რო ვთქვათ, ცოტა ულამაზო გადასვლას. ესე წარმოვა ჩვეულებრივად ჩვენი ანიმაცია. და აქ აუცილებლად სანამ გადავა, აი ეს თვითონ ეს ვიდეო უნდა იყოს ჯიგრულად მოზუმული რა. სად არის scaling-ი? ეს. და აუცილებლად უნდა დავადოთ key light. Key light-ი კი არა და scaling-ი. მერე უკვე მალევე უნდა წავიდეს უკან. ძალიან ჩქარი იყო ეგა. მოლ იდეა ეს არის. და ძალიან მაგარიც გამოვიდა, მე გამისწორდა რა. ჩვენ შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ, კატის ის, აი ეს, ცოტა ჩამოვწიოთ რა. მაგრამ არ ვარ, იმიტომ რომ მე ეს აი ეს დებილობა ხდება. ზუსტად იგივენაირად უნდა იყოს როგორც ის, რომ ცოტა smooth იყოს transition-ი. მოდის ესე მოდის და გაბუცებ. აი ვინმე რამეს წარმოიდგენდა და მე გადავა ის რაღაც მოძრაობი და რაღაცა. მოკლედ მთელი იდეა ეს არის, ან green screen-ი გამოიყენეს იქ და არ ეთქვა რომ green screen-ია, ან მეორე არის რომ კადრი პირდაპირ არის გადადებული და masking-ით არის ნაჩალი-ჩარი. ამ ეტაპზე ეს განვიხილოთ ერთი ნაწილი, ხოლო შემდეგ ეტაპზე განვიხილოთ მეორე ნაწილი, როგორ ხდება ეს. ეს ყველაფერი რაც ხდება არის keyframe-ები.
ჩვენ შეგვიძლია უკანა ფონიც რაღაცნაირად მოვხოდოთ ცოტა. უფრო ლამაზი რო იყოს. და რას ვაკეთებთ მაგისთვის? Transform-ი. Scale-ი და აი ძალიან ნელა რომ მოიხოდოს ეგ. ხვდებით ხო? ეგ ტაიმინგი შეიძლება შეცვალოთ. მე როგორც ვისაც როგორ გაუსწორდება რომ ესე ისე ასე შემდეგ. მაგრამ მთელი მუღამი ეს არის. როგორც იმ ქუდის გრაფიკაში მაგალითად. და აქ შეგვიძლია ჩვენ უცებ ტექსტიც დავაწეროთ რაღაცა. მაგალითად Control++ დავაჭიროთ ამ შემთხვევაში. და რა ვიცი, დავაწეროთ keyframe. და როგორც დაახლოებით იქ არის, ეს დავაპატარავთ ცოტათი. როგორც შუა ქალაქში იხოდება. ეს არის ტექსტი. აქ დაახლოებით აღარ გვინდა ეს ტექსტი ჩვენ. შესაძლოა Control+D-ს უნდა დავაჭიროთ, წაიშალოს. და ხდება ხე keyframe-საც ზუსტად იგივე ისინი აქვს, ეფექტები. მაგრამ ამ შემთხვევაში opacity. იყოს 0. და აქ რომ მოიხოდოს 100-ზე ისევ. და ნახეთ როგორი თემა იჩნდება. ჩვეულებრივად keyframe-ი, ესეთი ლამაზი ანიმაცია და გადასვლა ჩვეულებრივად. ნახეთ გადასვლა ცოტა დაგვიანებულია. არა, არ არის დაგვიანებული. ეს After Effects error-ებს ყოველ წამს აგდებს, ასე რომ ალბათ ყოფური საიტი არის, საიტი რაღა იყო და აპლიკაცია. ამ ძალიან ლამაზი გამოვიდა. ჯიგარი ხარ მენო. ესე წამოვა ჩვეულებრივად და როგორც იქ არის transition-ი, წავიდა. და შეო გადავიდა შემდეგ ეტაპი. თავარი იდეა რა იყო დღევანდელი ვიდეოსი. ის რომ keyframe-ები არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, ის რომ საფუძვლები უნდა ვიცოდეთ პირველ რიგში. რა ვიცი, ჩემი რჩევა, ჩემი პრაქტიკული გამოცდილებაა, ჩემი რჩევა ეგ არის, რომ ჯერ საფუძვლები უნდა ვისწავლოთ, იმიტომ რომ ნებისმიერი რთული ანიმაცია, გადასვლა, ყველაფერი, ეფექტი გინდა ან ასე შემდეგ, ყველაფერი არის დაშენებული იმ მარტივ საფუძვლებზე, რითაც სულდგმულობს, ასე ვთქვათ, ეს აპლიკაცია. ის რომ გეცოდინოთ, მე რთული ანიმაცია შეიძლება არ იცოდეთ როგორ კეთდება, მაგრამ გაგიადვილდებათ იმის გააზრება, პოვნა და ჩალიჩი, როგორ გააკეთოთ, ვიდრე ის რომ არ იცოდე და პირდაპირ მიახდე რაღაცას. შესაბამისად, keyframe-ები არის თავარი, საფუძვლები არის თავარი და მესამე სიტყვა ის არის კონსისტენცია, ხო? ანუ ხშირად რო ხდება რაღაცა.